ექსპერტების ორი მთავარი შეცდომა, რომელსაც უშვებენ სოციალურ ქსელებში და ძალიან ძვირი დაუჯდებათ 2025 წელს. პირველი, ხარჯავენ ფულს ფასიან რეკლამაზე, ან უხდიან ფულს რეკლამაში პოპულარულ ინფლუენსერს და ბლოგერს. შენ გაქვს ბლოგის განვითარების ორი შესაძლებლობა. პირველი არის ფასიანი, მეორე არის ორგანული, ანუ უფასო. პირველ შემთხვევაში რისკავ საკუთარი ბიუჯეტით, ფულით, მეორე შემთხვევაში შენ რისკავ ცხოვრების ორი წუთით. ამიტომაც განსაკუთრებით ბლოგის განვითარების დასაწყისში დროის 90% დაუთმე ხარისხიანი და უფასო კონტენტის შექმნას. და ფასიანი რეკლამა ჩართე მხოლოდ მინიმუმ 6 თვეში, როცა განავითარებ საკუთარ ბლოგს უფასო კონტენტის მეშვეობით. მეორე შეცდომა არის ჰიპერემოციურობა, ტირილი, გლიცინი, ჭამა, მაკიაჟის წასმა ვიდეოს დროს. დამიჯერე მსგავსი კონტენტით ვერასდროს ვერ მოიზიდავ მსყიდველთ უნარიან და მიზნობრივ აუდიტორიას შენს ბიზნესში, განსაკუთრებით როცა ხარ რაღაც კონკრეტულ სფეროში ექსპერტი. ყურადღება, რითიც უნდა მიიქციო, არის ზუსტად შენი ექსპერტობა, გამოცდილება, ცოდნა, წარმატების და წარუმატებლობის ისტორიები და შენი უნიკალურობა. თუ გსურს გახადო შენი ექსპერტობა მომგებიან ონლაინ პროდუქტად და გამოიმუშავებდა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და დაიწყო სოციალურ ქსელებში ხარისხიანი ბლოგი 2025 წელს ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ჩასაწერად გადადი პროფილის ლინკზე და ინსტაგრამის პირადში მოგწერე სიტყვა დიაგნოსტიკა.